გაბრიელ ეპისკოპოსი გვეუბნება, რომ ლოცვა ორნაირია. პირველი არის მექანიკური და მეორე არის გონებითი ლოცვა. რა არის მექანიკური? მექანიკური არის, როდესაც გაბრიელი მაგალითად ამბობს სიტყვებს მამაო ჩვენოს და როგორც წერია დილის ლოცვებში, მაგრამ გონებით ხო შია და იქით აქვს ყურადღება დედიკოს სამძარეულოში კაი კარტოფილს წვავს და კაი სუნი მოუვიდა იქიდან და ვაი მეთი როდის მოვჩები იძახის რომ დროზე არ შემიჭამონ ჩემა დამდა ჩემა ძმა მთელი კარტოფილი და არ დავრჩენ შიერი. ანუ ყურადღება სხვაგანაგ აქვს და სიტყვებს კი ამბობ. იგივე აი ტაძარში კი გახარ ისმენს სიტყვებს, მოძღვარი ამბობს, დიაკვანი კითხულობს, მედავითნე კითხულობს. შენ კიდე ვიღაცა ლამაზი გოგო მოგწონს და იმას ათვარიელებ და თან ესე ათვარიელებ მე მიყურებს თუ არა, მოწონ ვარ თუ არა. ანუ სხვა ფიქრით ახარ დაინტერესებული. ხო, ამიტომ ასეთ ლოცვას მექანიკური ლოცვა ქვია და მექანიკურ ლოცვაზე გაბრიელ ეპისკოპოსი გვეუბნება, რომ დიდი შედეგი არ ექნება ომას. ას ტყუილა ასეც ვერ დავარქვათ, იმიტომ რომ პირველად ვინც ლოცვას იწყებს, უმეტესად გამოსდის მექანიკური ლოცვა, იმიტომ რომ ადვილი არ არის, გონება არ გაგეფანტოს, ეს ძალიან ძნელი რამე. აი მაგალითად ერთი სანუგეშო ეკლესიის მამები ასე გვასწავლიან, რომ ერთ მოძღვარს ეუბნება სულიერი შვილი, რომ მამაო, კი ვკითხულობ, მაგრამ ვერაფერს ვერ გვებულობო, შიგნით რა წერიაო. ამან უთხრა, არა უჭეშვილო, შენ ვინც უდაზრებს გაწვის და ვინც ხელს გიშლის, რომ კარგად იცხოვრო, ის გებულობსო. ეგრე რომ ნახევრად საქმე მაინც გამოგდისო რა. ეგრე რომ ესე იგი ის ბოროტი ძალა, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ კარგად ვიცხოვროთ და უფლისნება აღვასრულოთ, ჩვენ მექანიკურ ლოცვას მაინც იგებს და ეგრე რომ რა თქმა უნდა ესეც შედეგიანი ლოცვა. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დავგმაყოფილდეთ ასეთ ლოცვას და ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენი დაკვირვება, ჩვენი გონება თლიანად იმ სიტყვებთან იყოს, ყურადღება იქ იყოს, რასაც ვკითხულობთ. აი ძირითადად ასეთი ლოცვა, გონების ლოცვა. გარემ დავამატებ, რომ პატრიარქი კიდე გვეუბნება, რომ ამაზე აღმატებული ლოცვაც არსებობს. ეს არის გულის ლოცვა. გულის ლოცვა იცი რა არის? აი ტყოცელები რო ყავს, აი გული რო გაევსებათ ხოლმე სიყვარულით და კანთელაშვილები რო არიან და მერე რომ გადმოიღრება ხოლმე იქიდან ცრემლებად. აი თურმე ლოცვის დროს, როდესაც ჩვენ რა თქმა უნდა გონება აქვს სიტყვებთან, უცბად რას იწყებს, იცი გული მოულოდნელად. გული იწყებს თითქოს რაღაცა სითბო წამოვიდა გულში და ეს სითბო იზრდება და ესე ამოდის. აი თითქოს აქ ამოდის და გული გასკდება უკვე. აი გულში დაგროვდა იმდენი სითბო და სიყვარული. რა სითბო და სიყვარული? ღმერთის მიმართ სითბო და სიყვარული. იმიტომ რომ ნახე ლოცულობს მაგალითად ჩვენი გაბრიელი და უცბად რა გაიაზრა იცი ამ სიტყვებში, რომ რა დიდია უფალი. წარმოიდგინეთ ამ ხელა სამყარო შექმნა. თქვენ ხუმრობთ ბავშვებო ამ ხელა სამყარო შექმნას? ესე იგი დედამიწაზე ჩვენ მემილიარდედი ნაწილიც არა ვართ და დედამიწა თვითონ გალაქტიკებში მემილიარდედი ნაწილიც არ არის. და ერთი გალაქტიკა კი არ არის, სადაც ჩვენ აი მიწის ნამცეციც არა ვართ. ასობით მილიონი გალაქტიკაა კოსმოსში. აი იმის შემოქმედია ღმერთი. და ასეთი ღმერთი შენ გიცნობს, წარმოიდგინე. და შენ შეიძლება ასეთ ღმერთს პურად და ღვინოთ მიირთვა და შენში შემოვიდეს. ნახეთ რასაკეთებ. აი ესეთი დიადია ღმერთი და შენ რო ეს გაიაზრო, რომ მას შენი ცოდვას ტკიოდა. წარმოიდგინეთ როგორ უყვარხარ. ის ყოვლის შემძლე შენ ცოდვებს ტკირთულობს და ისე უყვარხარ, რომ ითმენს ჯვარზე გაკრული შენ ცუდ ჩადენის აქციას. რა დონეზე უყვარხარ. ხო და ამას თუ გული გაიაზრებს, შეიძლება უცბად ღმერთის სიყვარულით აღარ დაეტიოს ასე გულში, წავიდეს და რო არ გაუსკდეს გული,
საპატარა ცრემლებიც კი წამოუვიდეს. აი კიდევ მე რო ვთქვი, რომ კოცელებს რო უყვართ ხოლმე ასეთი გულიანი ბავშვები რო არიან. იცით მე ჩვენ ახალ სამგორშიც დაკვეთილი რო ჩავატარეთ, ერთი პატარა გოგო ყავს, მარიამი თუ არ ვცდები, აფციაურია სხვათა შორის ეთომასწავლებელო და გაკვეთილის ჩატარების პროცესშიც კი ტირის. ესე იგი ეგრევე ევსება სიყვარულით, ღმერთის სიყვარულით ეგრევე ევსება გული. აი ბავშვები ასეთი სუფთები და ღვთის მოყვარულები არიან, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემა მამაო ჩვენოს განმარტება. აბა ეხლა გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვით მე რომ არაფერი დავაკლო, აგიკითხავთ ხოლმე რომ თქვენ ვიცი რომ ჩემზე კარგად გაიგებთ და მეც როგორც გავიგე, ჩემ აზრებს გეტყვით. დავიწყოთ თავიდან, მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა. ერთ საინტერესო აზრი გამახსენდა ნანა მასწავლებელო. თურმე ასეთი აექრობა გამართულა ილიას და აკაკის დროს, ვეფხის ტყაოსანში უპოვიათ ასეთი ადგილი, რომ ცათაო მრავლობითი წერია, ცასაკია წერია, ცათა წერია და ეხლა ეს ჩვენი დამსახურებული მოღვაწეები, მოაზროვნეები, ენის მცოდნენი ილიაც იქ არის, ამბობენ რომ ეს ალბათ შოთა რუსთაველს არ შეეშლებოდა, მაგრამ შეიძლება გადამწერი შეცდა, იმიტომ რომ ცათა მრავალი ცა ხო არ ნიშნავს მრავალ ღმერთსო, ღმერთი ერთია და ცაც ერთი იქნებაო. ალბათ აქ გადამწერმა დაუშვა შეცდომაო. ხო და ხომ არ შევცვალოთ სიტყვა ცათა ცასაო ესეო. გაიმართა და სხვათა შორის ჩვენი ბრძენი ერის მამა ილია ჭავჭავაძეც ესე იგი ამ აზრზე ყოფილა. ერთადერთი ვინც ხმას არ იღებდა თურმე ასე რჩეოდა იყო აკაკი წერეთელი და თავისთვის ხმას არ იღებ, თვითონ წაუსმენ. ხო და იცოდნენ ეხლა რომ უკიდურესად განსწავლული და ბრძენი ადამიანი იყო და თან თუ როცა ხმას არ იღებდა, ხვდებოდნენ რომ სხვა აზრი ქონდა რა და დაამთავრეს იმსჯელეს და ყველა მივიდა ამაზე რომ უნდა შეცვალო. ვეფხის ტყაოსნის ერთი სიტყვა და ბატონო აკაკიო, იქნებ თქვენს გითხრათ რამეო. აკაკი წერეთელი ამდგარა აღმოსავლეთისკენ მიტრიალებულა და დაუწყია ლოცვა. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინაო. დაუფარებია ქუდი და წასულა სახლში და რა თქმა უნდა დატოვეს ცათა. აი ესეთი ჭკვიანი კაცი იყო. ესე იგი ლოცვა ხო არ შეგვეშლებოდა ეს ექვთიმე მთაწმინდელმა გადმოთარგმნა და რა თქმა უნდა ექვთიმე მთაწმინდელზე და გიორგი მთაწმინდელზე კარგად ქართული ენა თავისი დიდებით სიღრმისეული ცოდნით რა თქმა უნდა არავინ არ იცოდა და იმიტომ აქ ცათარო ჩაწერეს. სხვათა შორის მე რა გავაკეთე იცით? სულხან საბა ორბელიანში ვნახე სიტყვა ცათა და აღმოჩნდა საოცრება. სულხან საბას 9-ცა დახასიათებული. პირველიც არა არის, მეორეცა, მესამეცა, საოცრებები, აი, ცალკე თემა რა, ვინც ამაზე დაინტერესდება, გინდათ მეცნიერული იყოს, გინდათ შემოქმედებითი, გინდათ უბრალო რაღაცა საგაკვეთილო პროცესის უნიკალური ისეთი ლამაზი სიტყვებით ან გაგიჟდებით რა საოცრებებია. ქართულ ენაში აი მარგალიტებია გაბნეული. ჩვენ იმიტომ სულ გული მწყდება ხოლმე რომ უცხო ენებში ვამზადებთ ამ ბავშვებს და ქართულ ენას რადგანაც საგნის დახასიათებები ვიცით, აი ამას რომ ტელეფონი ქვია, მიკროფონი ქვია, წიგნი ქვია, გონია რომ ქართული ენა ვიცით. ეს არ არის ენის ცოდნა. ამაზე ვაჟა ფშაველაცა წერს, რომ საგნების ცოდნა არ ნიშნავს ენის ცოდნას. ჩვენი ენა გაცილებით უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე ჩვენ წარმოდგენა გვაქვს ამის შესახებ. ეგ ცალკე თემაა. მოკლედ ეს ისე ჩავუგდე მამაო ჩვენოზე აკაკი წერეთელის ერთი პატარა სხარტულა. ეხლა ნახეთ რა საოცრებაა. გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, რომ დაუკვირდით ხალხო. ელენე ძინძიბაძე თავის მამასაც მამას ეძახის, თავის პირად მამას და ამხელა ღმერთს, რომელმაც გალაქტიკები შექმნა. ამხელა სასწაული, სიყვარული ჩვენ გულისთვის ჯვარზე გაეკრა, იმასაც მამას ეძახს. ჩვენ ვინ მოგცაო მაგის უფლებაო, რომ როგორც საკუთარ მამას იგივე სახელი უწოდოთ მასო.
აი პირონა გვაქვს ამის უფლებაო, გაბრიელ ეპისკოპოსი წეს და აი თურმე საიდან გვაქვს ამის უფლება. ამის უფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ იესო ქრისტესგან მივიღეთ. ნახეთ, მამა არის უკიდურესად დიადი და დიდი და წარმოიდგინეთ ისე უყვარვათ, რომ ადამიანმა უარი თქვა მამის სახლზე, სამოთხეზე, დაარღვია მისი კანონი, ჩაიდინა ცოდვა და დაუკარგეთ მასთან მყოფობა და მამა ზრუნავს მაინც ამ დაცემულობაში, რომ არ მიგვატოვოს და გაგვიხსნას გზა დაკარგული სამოთხისკენ. ხოლო ჩობილ ძეს გზავნის, რომ ჩვენს გამო იტანჯოს და ამით გახსნას ეს გზა დაკარგული სამოთხისკენ. და ხოლო ჩობილი ძე მისი, ანუ შვილი არის იესო ქრისტე, რომელიც გამოხსნის ერთადერთი გზა იყო. ღმერთი უნდა ქცეულიყო ადამიანი. და ეს ღმერთი იცით, რომ არის მამის ძე იესო ქრისტე. უყურეთ ახლა. იესო ქრისტე ადამიანად იქცა. ესე იგი, იესო ქრისტეს ორი ბუნება, როგორც ადამიანი და როგორც ღმერთი. ანუ ღმერთი ადამიანად იქცა და ვინაიდან ადამიანად იქცა, ჩვენ ადამიანებს გვეუბნება, ვინ ჩემ გზას იწმუნებთ და გამომყვებით, თქვენ ჩემი დები და ძმები ხდებით. და თუ მე და დემეტრე გავხდით იესო ქრისტეს ძმები, ვისი ჩვენი მამა ვინ გამოდის? იესო ქრისტეს მამა გამოდის ჩვენი მამა. მიხვდით, აი ამიტომ გვაქვს ჩვენ იესო ქრისტემ მოგცა ამის უფლება, რომ ჩვენ დიდ მამას, ვინც სამყარო შექმნა, უზენაეს მამას, თვალუწოდენელს, დაუსაბამოს და ყოვლად ბრძენს და ყოვლად მიუწოდომელს საკუთარ მამასავით სახელი მამა უწოდოთ. აი რა საოცრება. ჩვენ ეს არის აი პირდაპირ საოცრება, რომ ამის უფლება და საშუალებას ვაძლევს ჩვენ ჯვარზე ნაწამები იესო ქრისტე, როდესაც ესე იგი საკუთარ დიდ მამას, დიდ მამა ღმერთს ჩვენ მამად გვისახავს. აი ეს არის პირველი დიდი გაოცება და ნახეთ, ბოლოს ამბობს, რომ განსანათლებლად და საცხოვნებლად მოგვივლინა საკუთარი ძეთვისი, რომელმაც მოგცა ჟული, შენთვის ჯვარს ეცვა და სისხლი დაღვარა. ამიტომ შენ უნდა მადლობდე შენს მამას და ასეთი წყალობის ნაცვლად ისე უნდა ახარებდე მას შენი კეთილი ცხოვრებით, როგორც ჭკვიანი შვილი გაახარებს თავის მამას. აი, ვისაც თავის მამა უყვარს, ისე ხო არ მოიქცევა, რომ მამიკო გააბრაზოს. აი, წარმოიდგინეთ ახლა უღისი შვილი, რომ მამა ეუბნება შვილო, ნუ იტყვი ცუდ სიტყვებს, ნუ იქცევი ცუდად. და შენ კი იძახი, მოიცა რა მამა, მე ჩემი გზა მაქვს და მე უნდა ცუდად მოვიქცე. და მამას ხო სახელი უფუჭდება ხალხში, ეტყვის რა, აი, რა ცუდად აღგიზდია შენი შვილი. შენ რანაირი მამა ხარ? ბიჭები ხო იტყვია თავის მაგაცებს. შენ წესიერი შვილი ვერ აღზარდე? და მამა კირის მერე და მერე შეიძლება ისე გაბრაზდეს მამა, რომ ასე შვილს, რომელმაც ოჯახს ავტორიტეტი, სიწმინდის პატივი ჩამოართვა, თავისი უღესი ქცევი, შეიძლება თავის შვილს უთხრეს მომწყდი აქედან, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ და კარები მიუკეტოს გაბრაზებულმა მამამ. და აი ჩვენც ესე რომ მამიკო არ გავაბრაზოთ, ხო ცდილობთ, რომ ისე მოვიქცეთ, რომ როგორც მამიკოს გაუხარდება. და მამიკოს როგორ გაუხარდება? როცა ზნეობრივად ვიცხოვრეთ, როცა სიკეთით, სიწმინდით, როცა შრომის მოყარეები ვიქნებით, პატიოსნები ვიქნებით, და როგორც ჩვენთან ტრადიციები, აი ღვთისმადლით, ჩვენ ქართველიერი ყველაზე ბედნიერი ხალხი ვართ. აი სერაფიმ როუზი ასეთი დიდი წმინდანი არსებობს ამერიკაში მოღვაწეობდა, ეს ძალიან დიდი წმინდანი. იცით რას ამბობს? ეს დაახლოებით 100-ზე მეტი წლის წინ იყო ეთომასწავლებელი, ასე ამბობს, რომ დღეს ერთადერთი ერი დარჩა დედამიწის ზურგზეო, რომლის ტრადიციები ღმერთის მცნებებს მოიცავს თავის არსშიო. ანუ ვისაც გინდათ გაიგოთ ძველი ქრისტიანები ოჯახებში როგორ ცხოვრობდნენ, წადით და საქართველოში ნახავთ, მეტი არსად აღარ არისო. სერაფიმ როუზი 100 წლის წინ იძახდა.
წარმოიდგინეთ რა საოცრებაა. და რა თქმა უნდა, ისეთი დოზით, ისეთი სიწმინდით, ისეთი ხარისხით აღარა გვაქვს ეს ახლა შერჩენილი, მაგრამ მაინც გვაქვს შერჩენილი. იმიტომ ჩვენთვის ოჯახის წესიერება, ოჯახის პატიოსნება, მამის ავტორიტეტი, სიწმინდის, პატიოსნების ავტორიტეტი დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აი ღვთის მადლით ამას დღესაც იცავს საქართველო და ეს არის განსაკუთრებული წყალობა ღვთისა. იყავ სახელი წმინდა იყავნ, ესე არის სწორი, აი ამაზეც გთხოვთ, როცა ლოცვას ვიტყვით, უმეტესობა ადამიანებისა წმინდა იყავ, ესე ვიძახით. უფრო სწორია წმინდა იყავნ, წმინდა იყავნ სახელი შენი. ეს საუფლო ლოცვაა და თუ სწორად ვიტყვით, ძალიან კარგი იქნება. თქვენ ვიცი რომ ისეთი ჭკვიანები ხართ, როგორც ახლა დაიმახსოვრებთ ამას აქში. მთელი ცხოვრება მასე იტყვით. აი უმეტესობა ადამიანის ამას არ აკვირდება და იყავ ნება შენი. ძველ ქართული არის ყველა ასოში სიბრძნეა ჩადებული. იყავნ, აი ეს არის სწორად. იყავნ სახელი შენი. რას ნიშნავს ეს სიტყვა? სახელი ღვთისა არის წმინდა და უწმინდესი ყოველთა სახელთა და ჩვენ ვევედებით ღმერთს, რომ სახელი მისი იყოს წმინდა ჩვენ შორის, ჩვენი კეთილი და წმინდა ცხოვრები. ესე იგი, როცა ჩვენი ცხოვრება და ყოფაქცევა არის კეთილი და წმინდა, მაშინ ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის. აი მიხვდით, ამიტომ უნდა ვიცხოვროთ წმინდად, რომ წმინდად ვადიდოთ უფლის სახე. ეხა უყურე, შენ რომ ამბობ ამ იყავნ, წმინდა იყავნ სახელი შენი და ამ დროს შენ არასწორ იპარავ, ამ დროს შენ იგინები, ამ დროს შენ მკითხაობ ან რაღაცა ჯადოქრებთან დადიხარ და ან კეფსას წემ თაყვანს და ან აი ტაძარში არ დადიხარ, არღვევ კანონებს. ესე იგი როგორღა ამბობ ამ სიტყვებს? ესე იგი სიტყვით ამბობ და საქმის სხვას ასრულებ. აი ამაზე გვეუბნება გაბრიელ ეპისკოპოსი. თუ შენ ცხოვრობ წმინდა და თქვენ შორის არის სიყვარული ერთობა, მაშინ თქვენი მოუნათლავი, ურწმუნო მეზობლები იფიქრებენ, რომ ქრისტეს შული ყოფილა ზეციური, წმინდა და ნამდვილი. აქ იცით რა არის ნათქვამი? აი ჩვენ ხო ყავს ისეთი მეგობრები კლასში, ეზოში, მეზობლად, რომ სიტყვაზე აზერბაიჯანელები არიან, სომხები არიან, ბერძნები არიან, რუსები არიან, არა მართლმადიდებლები არიან, ხო არიან. და ისინი გაკვირდებიან, აბა შენ როგორ იქცევი? თუ პატიოსანი ხარ და შენ სიტყვას პატიოსნებით ინახავ და რასაც ამბობს იმას საქმითად აქცევ, კეთილი ხარ, მოსიყვარულე ხარ, ეხმარები ყველას, აი ამ დროს ჩემოდი ვიფასებო, ისინი ამბობენ რა კაი სარწმუნოება გქონია. აი დავით დიათაშვილს მაგალითად, ხო ეს მაგარი ბიჭია, მე ამას ვიცნობ, ჩემი მეგობარია, წირვას არ აცდენს, დადის კეთილი ბიჭია, ესე იგი მოსიყვარულე ბიჭია, ადამიანებს ეხმარება რამდენი შეუძლია და ეხლა ვიღაც აზერბაიჯანელი მეგობარი რომ უყურებს, რომ დავითი ასეთია, ბიჭო, რა კაი ყოფილა ეს შენი სარწმუნოება. წამიყვან ეკლესიაში მეც. ესე იგი, იმას უყურებ და იმასაც კი მოუნდა შენთან წამოსვლა. ჩვენ ქრისტემ გითხრა, ყველა და ყველაფერი უნდა გვიყვარდეს. არა ქრისტიანებიც უნდა გვიყვარდეს. ჩვენი მით უმეტეს აზერბაიჯანელი და სომხები ჩვენი კავკასიელი ძმები არიან და ჩვენ წლებია მეგობრულად ცხოვრობთ ერთმანეთთან. ჩვენ იცით თქვენ, რომ საქართველოში ახლა ზანგები ცხოვრობენ, არაბები ცხოვრობენ, ინდოელები. ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს. ქრისტემ ეს გვასწავლა. ჩვენ ასე კი არ უნდა განვეწყოთ, რომ რახან უცხოელები არიან, აი პროტესტი გქონდეს მათ მიმართ, რატო ჩამოვიდნენ საქართველოში? არ არის სწორი. იმათ რა დააშავეს ბავშვები. ისინი ჩამოვიდნენ და მოსწონთ აქა და არიან. ეს ჩვენ უნდა გამრავლდეთ, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ უცხოეთიდან, ჩვენ უნდა ავავსოთ საქართველოს. და კი ბატონო, მერე სხვებიც მოვიდნენ, რა პრობლემაა. მაგრამ ჩვენ რო გავვრბივართ იმათ ნაცვლად, ვინც საქართველოს ტოვებს, აი ეს უცხოელები შემოდიან. ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა ჩვენ მიწაწყალს, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ დედა სამშობლოს, ჩვენ უნდა მივეხმაროთ და ჩვენ უნდა დავიცვათ და ავაყენოთ ფეხზე, მოუშუშოთ ჭრილობები და ავახორციელოთ. მოვე딘 სუფევა შენი. აი აქაც ჩვენ ვიძახით ასე, მოვედი, მოვიდე, მოვედი სუფევაში.
მოვედინ, სწორი ესია, მოვედინ სუფევა შენ. სუფევა ღვთისა, სუფევა ნიშნავს გამარჯვება, დიდება, შენი სიდიადე, შენი ძალა, შენი ძლიერება, მოვიდესო. ოდა, სუფევა ღვთისა არის ორგვარი, ხილული და უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. აბა, გივი მასწავლებელმა რო ფუტკრებზე გვესაუბრა, რა თავისით შეიქმნა, ფუტკარმა მოიგონა ეგა? ღმერთმა შექმნა ასეთი. აბა ჭიანჭველას დააკვირდი. ჭიანჭველა თავისზე 8-ჯერ მეტ ტვირთს თავისუფლად იდავს. ადამიანს შეუძლია თავისზე 8-ჯერ მეტი ტვირთი აიკიდოს და წაიღოს? და ვინ შექმნა? ჭიანჭველა კი არ არის მაგარი და ღონიერი და ძლიერი. ღმერთია დიადი. და ჭიანჭველას ეს ძალა მიანიჭა. აბა დაუკვირდით, პატარა ფრინველები ასეთ აფრინავენ და რამოდენიმე ასეული კილომეტრი სადღა აღარ გადაადგილდებიან. რა, ან დააკვირდით, რომ დაწყვილდებიან ხოლმე თბილ ქვეყნებში რომ იფრინავენ, როგორ მწყობრად დაეწყობიან და აი თითქოს ვიღაცამ ავარჯიშა, ვიღაცამ ჩაუტარა იქ საწვრთნელი შეხვედრები, ისე საოცრად დაწყვილდებიან. და ვინ ასწავლათ მათ? საიდან ისწავლეს? საიდან და ღმერთმა. აი ამ ყველაფერში თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით, ღმერთის სიდიადე ჩანს. ეს არის ხილული სახით მონიჭებული სუფევა, რომელსაც ნებისმიერი ჭკვიანი კაცი დააკვირდება და ადვილად იპოვის ღმერთის დიდებას. და მეორე უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს კაცის აზრში, გრძნობაში, გულის თქმასა და ყოფაქცევაში. ეს არის უკვე სიყვარული, ერთმანეთის მიმართ თავგანწირვა, დახმარება და ასე შემდეგ. სუფევა ღვთისა მოვა და იქნება ჩვენ შორის მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ სიწმინდით, მყუდროებით და სიყვარულით. ხოლო როდესაც შენ ცუდად იქცევი და ცუდ მაგალითს აჩვენებ შენ ძმებს, მაშინ შენ არ ღვევ ქვეყანაზე ღვთის სუფევასო. გასაგებია, აი რომ ბილს სიტყვაობს, ანუ უძდელურ სიტყვებს რო ამბობს ადამიანი, რომ განიკითხავს ყვას, რო ეჩხუბები, აი რომ ესე იგი ერთმანეთს რო სცემენ, ურტყავენ, ზოგჯერ აგერ ომი ესვრიან და თითქოს რაღაცას იყოფენ და რაღაცებს მერე ესე იგი ვერ არყვევენ ერთმანეთთან. და ეს არ არის სუფევა. ღმერთმა ეკითხა, დაიპყარი და შენ იმაზე მოერიე და ეგა ღმერთმა გითხრა მშვიდობით იყავიო და მოვედინ. ნახე ლოცვაში, მოვედინ სუფევა შენი. შენი მადლი და წყალობა მოვიდესო და ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარვართ, ყველა ადამიანი. ასეთი რამე არ გაიგოთ, რომ თითქოს ქართველები მეტად უყვარვართ და აი ვიღაცა მოზამბიკელები ნაკლებად. ღმერთს ყველა მისი შვილები ვართ და ყველა უყვარს და ყველაზე ზრუნავს ღმერთი. და მივედით ყველაზე მთავარი ხერხემალი მამაო ჩვენოსი არის ეს სიტყვები იყავნ ნება შენი. აქაც ვიძახით ხოლმე თომასწავლებელო იყავ, რომელიც არ არის სწორი. ბარემ სწორედ ვისწავლოთ. იყავნ ნება შენი. აი ყველაზე სწორი თქმა ასეთია. თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ეხლა ეს რატო არის გადამწყვეტი სიტყვები? ჩვენმა მამა ღმერთმა ჩვენ ბავშვებო თავის ნაირი, თავის მსგავსი სული მოგვანიჭა ჩვენი. და შესაბამისად ჩვენი სიცოცხლეც არის ასეთი, როგორიც მოგვანიჭა. როგორ? უკვდავი, რაც ნიშნავს არასდროს არ დასრულდება, გონიერი, რაც ნიშნავს რომ ღმერთის საკითხების ჩაღრმავება, გაგება და შესრულება შეუძლია ადამიანს. და მესამე, მოგვანიჭა თავისუფალი ნება. აი უყურე, ილია ბიწაძეს მისცა ეხლა თავისუფალი ნება და ილიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ღმერთის გზით უნდა სიარული თუ რაღაცა სხვა გზით. ელენემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. იქით წავიდეს თუ აქეთ, ამ ინსტიტუტში ჩააბაროს თუ იმ ინსტიტუტში, იმ ბიჭს გაყვეს თუ ამ ბიჭს, რომელიც შეუყვეს თავისუფალი ნება. მაგრამ უყურეთ, მამაო ჩვენოში რა სიბრძნეა ჩადებული.
ელენე მიცის, რომელ ბიჭთან ერთად იქნება ბედნიერი? ილია მიცის, რომელ სპეციალობას რო აირჩევს, უფრო წარმატებული იქნება, თქვა, ფეხბურთელი თუ ექიმი? არ იცის, არც ელენემ, არც ილიამ და არც მე. ხან ჩვენ ჩავფიქრდებით ახლა რაღაცა ჩვენი აზრი გვაქვს, მაგრამ მერე გავა პერიოდი და ვიტყვით, ვაიმე, ნეტა ეს არ გამეკეთებინა, ეს რამ გამაკეთებინა, ხო? ანუ დავწმუნდებით, რომ ეს გზა არ იყო სწორი. ამიტომ ნახეთ ახლა ამ ხელა სიბრძნეა. ერთადერთი ვინც იცის ხვალ რა მოხდება, ზეგ რა მოხდება, 10 წლის მერე რა მოხდება, 100 წლის მერე რა მოხდება, მე ვისთან ერთად ვიქნები ბედნიერი, ვის გავაბედნიერებ თუ ვის დავამწუხრებ, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. და ნახეთ საიდუმლოა მამაო ჩვენოში აქ ჩადებული, რომ შენ კი მე მომეცი თავისუფალი ნება და ეს ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ აი უფალო, მე სიბრძნე რომ მომანიჭე, ჩემი სიბრძნით მივხვდი, რომ ამ თავისუფალ ნებას თუ შენ დაგითმობ და ვიტყვი, ჩემით კი არა უფალო, შენით იყოს, ჩემი სურვილიდანებით კი არა, აჰა, ჩემი ნება შენთვის მომიცია, იმიტომ რომ შენ უკეთესად იცი, ჩემთვის კარგი რა არის. როგორც ამას მივცემ, ძალიან დიდი საიდუმლო სრულდება და უფალი იწყებს ჩემი ცხოვრების წარმართვას. უფალი თვითონ დამავალებს, მე ექიმი გავხდე თუ ფეხბურთელი, მასწავლებელი გამოვიდე თუ მებრძოლი და ასე შემდეგ. აი და შენ უკვე თუ მიენდე ღმერთს, ხო და თუ შენი ნება გადაეცი უფალს, უკვე ნახე რა ხდება, შენზე განსაცდელია თუ წარმატება, განსაცდელზე აღარ ნერვიულო ვიტყვი. უფალო, მე ხო ჩემი ნება მოგეცი, ესე იგი ჩემზე ახლა განსაცდელს რო უშვებ, ესე იგი სულის მკურნალობა მიტარდება, დიდება შენს სახელს. და შეიძლება მძიმესენით დავავადდე, მაგრამ ვადიდო უფალი. მიხვდით? და თან მეორე უკიდურესობა. შეიძლება დიდი წარმატება მოვიპოვო, თქვა ჩემპიონი გახდეს, აი ილია ფეხბურთში გახდეს ჩემპიონი. ხო და იფიქროს რა მაგარი ვარ. და ბოროტმა მოატყუოს, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის გარეშე ილია შეგვიძლია რამე? ამიტომ აი მე როცა ღმერთს მივენდე და მე წარმატება მივახცია და მე მეტყვია რა მაგარი მასწავლებელი ყოფილიყარ, რექსო მასწავლებელი. მე კიდევ ვეტყვი, მე რა ვარ ჩემო კარგო, მე ხო ღმერთს მივენდე. ესე იგი ღმერთმა მომცა მე ამის ძალა. მე არაფერი არ გამიკეთებია, ჩემი მხოლოდ მცდელობა შეიწირა. საქმე კი ღმერთმა გააკეთა. ნახე დაცული ვარ. ამ პარტავნებისგანაც, რომ კარგი არ მეგონოს ჩემი თავი, რომ კარგი ღმერთია მარტო. მიხვდით? და დაცული ვარ განსასწრისგან, რომ არ დაუგმო ღმერთი და ვიტყვი განსასწრია დიდება უფალს. მე ხო ღმერთს მივენდე, ღმერთმა უკეთესაც არ იცის, ჩემთვის კარგი რა არის. აი დაცული ხარ, ასეთი თუ სიღრმისეულად ამას გაიაზრებ, იყავ ნება შენი. ყველა მხრიდან დაცული ხარ. ვითარცა ცათაშინა აგრესა ქვეყანასაზე და ეგრეცა ქვეყანასაზე და ნიშნავს, რომ შენი ნება იყოს ზეცაშიც, იმიტომ რომ უფალი არის ბრძანებელი ზეცაშიც და მიწასეც. წუთის სოფელშიც და ცათასასოფელშიც. ყველგან უფალი მეფობს და ჩვენც უნდა ვიყოთ მინდობილი სრულად უფალს. პური ჩვენი არსობისა მოგვეთ ჩვენ დღეს. ამ სიტყვებით ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, რომ მოგცეს დღიური საზრდო, ანუ ლუკმა პური, აი საჭმელი, საბადებელი, ხელფასი მოგცეს იმდენი, რომ შვილებს ჩასაცმელი არ მოვაკლოთ, საჭმელი არ მოვაკლოთ, სწავლაში ხელი არ შეეშალოთ და ასე შემდეგ. ეს ისე კი არ უნდა იფიქროს, კაც შეუძლია უქმად იყოს. აი, ეს იცი რას ნიშნავს? გაბრიელ ეპისკოპოსი გვეუბნება, რომ აი ხა ზოგმაო მარტო რო ილოცოს და არ იმუშაოსო. იმიტომ რომ რა თმინდა მუშაობა ღმერთი მომცემს, რო იფიქროს. ეს არ არის სწორი. აი მე არ ვიმუშავებ, ნახეთ, და მარტო მამაო ჩვენოს იმედად ვიქნები. მომეც პური ჩვენი არსობისა მომეც ღმერთო და წამოვწევი მთელი დღე დავისვენებო და ღმერთი გამომიგზავნისო. არ არის სწორეო, აი ამ განმარტებას გიკეთ. ეს მაგას კი ანიშნავს, რომ შენ თავისით მოგივა ყველაფერი. არამედ შენ იმისთვის შექმნა ღმერთმა, რომ იშრომ. იწვალო, იბრძოლო. ჩვენ ხო მებრძოლ ეკლესიაში ვართ, ესე იგი ჩვენი ბრძოლა გულისხმობს, რომ
ვიშრომოთ, არ დაგვეზაროს, ოფლიც უნდა უღაროთ, აბარა, სამშობლოს თუ გაუჭირდება, სისხლიც უნდა უღაროთ, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენმა მამა, პაპამ, ასე მოიტანა ჩვენი სამშობლო დღემდე ჩემო ლამაზებო. და ბოლოს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი, ჩვენი, ჩვენიც არ არის სწორე, ჩვენი, სწორე ესეა. ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. ეს რას ნიშნავს? ისე მაპატიე მე შენს წინაშე ჩადენილი ცოდვები ღმერთო, როგორც აი სხვას შეეშალა ჩემთან და მე მათ ვაპატიე ეს ცოდვაო. აი მაგალითად ვიღაცა შეეშალა, თქვა ცოტნეს და მანანას ჩემთან, ხო? მე თუ ცოტნეს და მანანას მოვიდნენ და მითხრეს მაპატიე ლექსო მასწავლებელო, ჩვენ რო გაგაბრაზეთ წინა გავკვეთილზე არ მოგისმენთ. არა, ჩემო საყვარელო, არ გაუბრაზებულ ვარ, მოდი ჩაგეხუტოთ და ვაპატიე და ჩავეხუტე. თუ მე მათ ვაპატიე, ღმერთის წინაშე რო წავდგები, ღმერთიც მაპატიებს ჩემ ცოდვებს, ღმერთის წინაშე ჩადენის. მაგრამ მე თუ ასე ვეთქვი ცოტნეს, არ გაპატიებ ცოტნე, მოუსვი აქედან, შენ როგორ უნდა გაპატიო, შენ ისე მოიქეცი რომ გადი აქედან მოუსვი, შენ აღარ დაგიშვებ სამშობლო ცოდნეობის გაკვეთილზე. არ ვაპატიე, ნახე, წარვდეგი ღმერთის წინაშე, ღმერთი მეტყვის, შენ ხო ცოტნეს არ აპატიე. მე მამაო ჩვენოში ესე მიწერია, როგორც შენ ცოტნეს აპატიე, ისე გეპატიება შენც ახლა შენი ცოდები. არ აპატიე, არჩენ არ გეპატიება. და მე თუ არ მეპატია ცოდვები, ვერანაირად სამოთხეში ვერ მოვხდებ. რაც არ უნდა ვეცადო, კარგად მოვიქცე, ადამიანი არის ცოდვილი, სუსტი და აუცილებლად ცოდვაში ჩავარდება. ესე იგი, ნახეთ რა გამოდის, ერთ ადამიანსაც თუ არ ვაპატიე მე ცოდვა, ამის გამო მე სამოთხეს კარგავ, ნახეთ რა უგუნურობა. ამიტომ ყველა ჭკვიანი ადამიანი ყველას ყველაფერს აპატიებს. აი ერთი ესეთი კაცი იყო, ხო და ყველას ყველაფერს პატიობდა ბავშვებო, არაფერში წარმატებული არ იყო ეს. ბერი იყო, ეთომასწავლებელო მონასტრის ერთი ბერი და თუდად რომ გახდა გარდაცვალების პირას, მონასტრის ბერები წამოვიდნენ, რომ მაგასო რთული განსასწრელი ექნებაო და ლოცვით უნდა მოეხმაროთ. მივიდნენ და რას ხედავენ? გადასდის ნათელი. ანგელოზებს, თიშობელს ხედავს, სიხარულისგან წინავს რა. ბიჭებს გაუკვირდათ ამ ბერებს და ეუნებია რომ კაცო, შენო ზარმაცი ბერი იყავიო, ლოცები გეზარებოდა, მარხვა გეზარებოდა, შრომა გეზარებოდა, წიგნებს არ კითხულობდიო, ქადაგებაში არ იცოდიო, გალობაში არ იცოდიო. ხო და საიდან ამ ხელა სიწმიდა რა მოიპოვე მასეთიო და გითხარი რაო, ხო შენ ხო მიდიხარ ახლა ღმერთთანო და ჩვენს გვასწავლე რომ ჩვენ სწორად შევასრულოთო, რომ ეს საიდუმლო გვასწავლე. კიო ძმებო, ერთ რამეს კიო მე უკვე მივდივარო ახლა და გასწავლითო, აქამდე არ ვამბობდიო ამას, რომ არ დამკარგოდაო და ახლა ხო უკვე მივდივარო და მოკლედო, არასდროს არავინ არ დამიკითხავს. ესე იგი, ცუდი საქციელის გამო არავისზე ცუდი არ მithქვამს. ასე ვიძახდიო, მე თვითონ ცუდი ვარ, სხვაზე ცუდი რა უნდა ვთქვა ღმერთო და ყველას ყველაფერს პატიობდიო. აი, რაც არ უნდა ცუდი რამე გამეგო, ვიტყოდი კაცო, ჩემ მე იმაზე ცუდი ვარო, იმაზე მე რა უნდა ვთქვაო, ჯობია ჩემ ცოდვებს მივხედო, ზარმაცი რო ვარ. ხო და უფალმაო და მართლაცო რომ ჯერ თავიდანო დამესივნენო ეს ცუდი ბოროტებიო და ასე მითხრესო რომ ესო ჩვენია უნდა წავიყვანოთ ეხლაო და უცბად ორი ანგელოზი დაეშვას ეციდანო, ესე იგი მოაელვარე ხმლები ჰქონდათ და დამიც ხელს ვერავინ დააკარებს ამ კაცო, ესე თქვის ჩემზეო და გამშორდნენ ყველაო. რატო მერე საქმე გაურჩიეს, რატო ესო ჩვენიაო, იმიტომ რომ ზარმაცი იყო, ცუდად იქცეოდა, ეზარებოდა ყველაფერიო და ჩვენ მიყვავსო და არაო, ჩვენ ღმერთმა გამოგზავნა ეხლაო, რომ აი ამ კაცს არავინ არ განუკითხავს, ანუ სხვაზე ცუდი არ უთქვა და ვერც ვერავინ ცუდს ხელს ვერ დააკარებს, იმიტომ რომ მე მამაო ჩვენოში საუფლო ლოცვაში ასე მიწერიაო, რომ როგორც შენ სხვებს აპატიებ ცოდვებს და არ განიკითხავს, შენც არავინ განგიკითხავს შემთხვევა რომ მოხვალო და მე მამაო ჩვენოში რაც მიწერია, პირნათლად უნდა შევასრულო. მიხვდით? ამიტომ თითი ვერავინ დააკარა და წაიყვანეს პირდაპირ ღმერთთან და ღვთისმშობელთან.
აი, მე ბავშვებს ვეტყვი ხოლმეთო, ყველაზე ადვილი გზა სამოთხეში მოხვედრისა რა არის? ყველას ყველაფერი აპატიეთ და ღმერთიც ყველაფერს გაპატიებთ. ასეთი ადვილი გზა სამოთხეში წასასვლელი არა. აბა დაიმახსოვრეთ ყველამ. რაც არ უნდა ცუდი რამე გაიგონოთ სხვა ადამიანზე, თქვენ თქვით, იმან შეიძლება ცუდად მოიქცა, მაგრამ მე ცოდვილმა რა უნდა ვთქვა შვის ცუდზე? მე ჯობია ჩემ ცუდზე ვიფიქრო. თქვენ მაინც ცუდი არ ათქვა. ანუ ეს ნიშნავს, რომ არ განიკითხოთ სხვისი შეცოდებანი. აი და ღმერთისგან მიიღეთ საჩუქარს. ეხლა მინდა გითხრათ, რომ რატო ქვია მამაო ჩვენოს საუფლო ლოცვა? იმიტომ ქვია ჩემო ძვირფასებო, რომ ეს არის ერთადერთი ლოცვა, რომელიც იესო ქრისტემ ღმერთმა გვასწავლა. სხვა მეტი არსად არ არის ასეთი საგანგებო სწავლება, იმიტომ რომ სახარებაში წერია, იესო ქრისტეს ეუბნებიან მოციქულები, როგორ ვილოცოთო გვასწავლებ. და ის პირდაპირ ასე ამბობს, მამაო ჩვენო, ანუ აი ღმერთის მიერ პირადად ნასწავლია და ამიტომაც ყველაზე თავარი ლოცვა და ვერც ერთი ლოცვა ამ ლოცვას ოდნავათაც ვერ მიუახლოვდება. ეგრე რომ ეს არის გადამწყვეტი ლოცვა და მეც გთხოვთ, რომ კარგად გაიაზროთ ეხლა რაც ჩვენ თქვით, იქნება სიტყვებითაც ისე თქვათ, როგორც დღეს ავხსენით, მიეჩვიოთ ასე, იყავნება შენი. მიჩვევაზეა. ერთი ორჯერ რომ ვიტყვით სწორად, მერე უკვე სწორად მივეჩვევით. მოდი იცით რა გავაკეთოთ, ესეთი აზრი გამიჩნდა. შემდეგ გაკვეთილს ხო ვატარებ 9 ნახევარზე. მე რომ დავინახავ სიტყვაზე შემოსულია დავით ბიათაშვილი, შემოსულია ილია ბიწაძე, ლუკა ქორიძე, ჯერჯერით თქვენთაგანს წავაკითხებ ხოლმე მამაო ჩვენოს. ამიტომ ზეპირად ჯერ არ თქვათ, მოიმარჯვეთ წიგნები, ოღონდ ისეთი წიგნები, სადაც ძველ ქართულით წერია, როგორც ექვთიმე თაწმინდელმა დაგვიწერა, სადაც წერია იყავნება შენი. თქვენ სახში კარგად იმეცადინეთ, კარგ გამოთქმაზე, რომ არ შემარცხვინოთ აქ ეხლა, რომ მე რომ ვიტყვი, აბა, წამიკითხავს ეხლა ჩვენი ცოტნე მოსემგდლიშვილი. მოსეც რამდენჯერმე სახში ხმამაღლა წაიკითხავს, დარეჯანი ტალახაძე და ასე შემდეგ და ასე ჯერჯერით თქვათ, აბა როგორ გამოვა და თან ყველა რომ ესე იგი გაიმეცადინებს, უფრო კარგად დავიხვეწებით, იმიტომ რომ ეს ხანთან მოულოდნელი იქნება, არავის არ ეცოდინება, მე ვისზე ვიტყვი და წესით ყველა უნდა მოვემზადოთ კარგად და მოდი აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეს ლოცვა მაინც სამშობლო ცოდნეობის ბავშვებმა უნდა სრულად კარგად გააზრებით თქვათ და რაც თავარია გულით თქვათ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ ლოცვის მარტო დაზეპირება არაფერს არ მოგცემს. თუ ჩვენ რაც აქ-წერია ის სიტყვით საქმეთ არ ვაქციეთ. ეგრელო ლოცვას მაშინა აქვს ძალა, როცა წარმოთქმულ სიტყვებს საქმეთაც აქცევ. აი მხოლოდ მაშინა აქვს უკვე დიდი ძალა აქვს. გადამწყვეტი შეიძლება ითქვას. ეგრე რომ ვისაც წამს ღმერთი და უნდა რომ ღმერთს თავი მოაწონოს, ეცადეთ თქვენს რომ გქონდეთ ორივე სათნოება ერთად, მართლმადიდებლური სარწმუნოება და კეთილი ყოფა-ქცევაო. ესე იგი, საქმე არის ყოფა-ქცევა, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რასაც ქვია, აი სიტყვით წარმოთქმული ჩვენი გულიდან ამოსული განცდა, რომელიც მიემართება ჩვენი ღმერთის მიმართ. აქ ეხლა ჩვენი პატრიარქის სწავლებაც არის. პატარაძე წაგიკითხავთ ამასაც, რომ დღეს ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ გაჭირვებაზე, მაგრამ ისეთი დრო იყო ადრეო, პატრიარქი ამბობს, რომ ისე გვიჭირდაო, რომ ხან პური გქონდა, ხან არაო, ხან ყველი ხო იშვიათად გქონდაო და ყველის ნაცვლათო ქვებს ვაწყობდითო და არ მიმჩნევდითო, რომ გვიჭირდაო. თუმცა აქვე პატრიარქი იძახის, რომ ხო და ერთ ოთახშიო გაჭირვება რო იყო საქართველოში, 7, 8 და 10 შვილი იზრდებოდაო.
აი რა პერიოდი გამოიარა საქართველო. დღეს ეხლა ორ ოთახში რომ ცხოვრობთ, იმაზეც წუწუნებთ ხოლმე, რომ ორი შვილი ყავს და ორ ოთახში და რაღაცა. რა თქმა უნდა, იმას კი არნიშნავს, რომ გაჭირვებაში ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთო. პირიქით, ესე იგი, სიღარიბემ მიჩვევა იცისო და არ შეეჩვიოთ სიღატაკესო. იშრომეთ, იბრძოლეთ, იწვალეთ, სადეთ ეს გზა არ გამოვიდა, სხვა გზაც სადეთო. პატრიარქის თხოვნაა და კურთხევაა ასეთი. აი დედაჩემი გვარიგებდა სიღარიბეს არ შეეჩვიოთ. სიღარიბემ შეჩვევა იცისო. პატრიარქის სიტყვებია. საჭიროა შრომა, საჭიროა ფიქრი, მოქმედება. ერთი საქმე თუ არ გამოგდის, მეორე საქმე წამოიწყე, მესამე და ასე შემდეგ. ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს. მივენდოთ უფალს და მტკიცე რწმენით შევხვდეთ ხვალინდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა მშვიდობა, სიხარული მოგანიჭოთ. ჩვენი უპირველესი საზრუნავი, ნახეთ რას ამბობს პატრიარქი, ლოცვა უნდა იყოს. ლოცვა სამშობლოსთვის, სამშობლოს გამთლიანებისთვის. ნახეთ როგორი, აი კურთხევა შეიძლება ითქვას, ესე იგი, ეს ეხლა ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, ეს ეხლა ბოლო სიტყვები პატრიარქის, მე თვითონ ამოვწერე, მაგრამ ეხლა გავიაზრე რა ჩადო აქ პატრიარქმა ყველაზე. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ლოცვაო. აი ჩვენც ამით დავამთავროთ, რომ დაიმახსოვრეთ, რომ გადამწყვეტი არის მამაო ჩვენო ლოცვათა შორის და ჩვენი მთავარი პატრიარქმა გვაკურთხა. ჩვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი უნდა იყოს ვილოცოთ და რასაც ვიტყვით ლოცვაში გულით, საქმითაც აღვასრულოთ. და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, ადამიანური და ღვთაებრივი სამართლიანობა. ამას ეხლა წარმოგვიდგენს ჩვენი საყვარელი მამა პაისი. ახლა ნახეთ რა მაგარი აღმოჩენა. აი მაგალითად ვისე ვთქვა ეხლა. მოდი ვთქვათ, ვისაც ჩართული აქვს ეხლა. ლუკა ქორიძეს. ლუკა ქორიძეს სახში აქ ჩამოუტანეს. ბებიამ ვენახიდან ჩამოუტანა 10 დიდი ამხელა მარწყები. აუ დააწყო გარესხა კარგად და თეფშზე დააწყო და უნდა მიირთვას ეხლა. და ამ დროს კარებზე აკუნია და ჩვენი საყვარელი მარიამი ახმეტიდან ჩამოუვიდა სტუმრად. მოვბრძანდით ლუკამ უთხრა მარიამ, აუ მარიამა დაინახა თუ არა? მარწყი გაქვს ლუკა ეუბნება, ვინ ჩამოგიტანა მარწყი? აი ბებია ჩემო და არა და ლუკას ისე უყვარს თან ბებიამ უთხრა 10-ზე მეტი არა მაქვს შვილო, რა ვქნა, აი ძვირიღე და ვეღარ გიყი. ეხლა 10-იც არ ეყოფა ლუკას, მაგრამ მოუვიდა სტუმარი. რაღაც იზავს. ხო და აი წერია ეხლა მამა პაისი რომ აბა ლუკა როგორ გაყოფს ეხლა აქ. აბა მარიამ დაბრძანდი, თეფში მოუტანა, დაუდო და ეხლა ჩვენი გაყოფა ვიცით როგორც არის რომ ერთი გადაუღო მარიამს, ორი გადაუღო მარიამს, სამი და პირველი გაყოფა ასე ვთქვათ, 5 მარიამს მიცა, 5 თვითონ დაიტოვა და ერთად გემრიელად მიირთვეს 5 იმა 5 ამ. ეხლა მამა პაისი აყენებს წინადადებას. აბა ეს როგორი გაყოფაა? სწორი გაყოფაა, ბავშვებმა მიუგეს, მრევლმა, სწორი გაყოფაა და ესე იგი კარგად მოიქცა ლუკა. მეორენაირი გაყოფაა. ლუკამ ეუბნება მარიამ, შენ პატარა გოგო ხარ, მეტი რა თქინდა, 3 ცალიც გეყოფა, 3 ცალი გადაუღო, მე დიდი ბიჭი ვარ, ბევრი მინდა, თვითონ 7 შეჭამა. აბა როგორი გაყოფაა ეკითხება. ნუ ზოგმა თქვა სწორია, იმიტომ რომ ლუკა დიდი ბიჭია, რას ეყოფოდა, ან 7-იც არ ეყოფოდა, მაგრამ მარიამი პატარა გოგო ეხა 3 ცალიც ეყოფოდა. ზოგმა თქვა არასწორი გაყოფაა. კარგით, მაშინ აბა სწორი გაყოფა. აი ლუკა 7 ცალს რომ მიცემს მარიამს და თვითონ 3-ს რო შეჭამს, ეს უფრო სწორია, ბიჭია და გოგოს დაუთმო. ან მთელი ამბები მო. ბოლო-ბოლო შეჯერდნენ, რომ სწორი გაყოფა იყო ლუკამ, რომ 5 ცალი მარიამს მიცა და 5 და მამა პაისი პასუხობს ასეთ სიტყვებს. კი ბატონო, ეს სწორი გაყოფაა, მაგრამ ეს არის ჩვენი, ნახეთ როგორი
ადამიანური სამართლიანობა. აი, მაგრამ ეხლა მე გასწავლით რა არის ღვთაებრივი სამართლიანობა. მართალია, ლუკამ სამართლიანად გაანაწილა, 5 მარიამს მითხრა 5 თვითონ, მაგრამ ვერაფერი სარგებელი ვერ მიიღო 5 მარწყვის გარდა. ნახეთ რა საინტერესოა. ახლა მამა პაისი გვასწავლის, როგორ არის ღვთაებრივი გაყოფა სწორედ და ღვთაებრივი სამართლიანობა. ლუკამ აიღო და მთელი თეფში დაუდო მარიამს და უთხრა, მარიამ, მე მარწყვი არ მიყვარს, იცი? ან ასეთ რამეს უთხრა, მე იმდენი ვჭამე უკვე რო აღარც მინდა, კიდე კაი მოხვედი, თორე უკვე აღარ შემეძლო ჭამაო, ამ დროს მეწყებს აკლაპავს, ისე ძალიან უნდა. მაგრამ მთლიანად დაუთმო მარიამს და როდესაც მარიამ 10 ცალი გემრიელად მიირთვა ბედნიერმა, სიტყვაზე წავიდა სახლში. ეხლა მამა პაისი იძახის, რომელი უფრო ბედნიერია, მარიამი, რომელმაც 10-ვე მარწყვი მიირთვა გემრიელად და ისთვის სიურპრიზიც იყო, სულ არ მოელოდა, თუ ლუკა, რომელმაც ნერწყვები ყლაპა და უკეთ სრემლებიც კი მოადგა თვალზე. ესე იგი, მამა პაისი პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, მარიამი წავიდა ბედნიერად, იმიტომ რომ მარწყვი უყვარდა და დააგემოვნა. მაგრამ ლუკას, როგორც მარიამი წავიდა, ლუკას გულში ღვთაებრივი მადლი დაბუდდა. აი ეს არის ღვთაებრივი გაყოფა, ანუ ღვთაებრივი სამართლიანობა. და მამა პაისი გვასწავლის, ბავშვებო, ვინც ერთხელ მაინც ასეთ საქციელს გააკეთებს და ღმერთს იგემებს, აი ღმერთი როგორი ტკბილია, ის მიხვდება, რომ იმ მარწყვის თვალსად მარწყმა რა უნდა მოქცესო, მარწყი გაძლევს მიწიერ გემრიელ რაღაცა სასუსნავს და ღმერთი გაძლევს მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც ყოველგვარ საკვებს და ყოველგვარ სიხარულს გადააჭარბებს. და ეს განსაკუთრებით დიდებს გვასწავლა, როცა ჩვენ დიდი რამეების დათმობა შეგვიძლია ჩვენი მოყვასისთვის. აი ასე შემოდის გულში უფლის სიყვარული და თქვენ ეს უნდა ბავშვობიდანვე ისწავლოთ, რომ ჩვენი ღმერთთან ყოფნის ყველაზე მთავარი, ესე იგი, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს არა მიწიერი სიხარულის მიღება, რომელიც ძალიან უმნიშვნელოა, არამედ ზუსტადაც ღვთაებრივი სიყვარულის განცდა, რომელიც არის ყველაზე ტკბილი და დიადი და აი ამ საქციელით ადამიანი სწავლობს 60-ეული ნეტარების გულში დამკვიდრებას, რომელსაც მე დიდი სიამოვნებით და სიყვარულით გისურვებთ, რომ დაი თქვენ შეძლოთ ეს, ვინც ერთხელ მაინც ამას ცდის, ისეთ სიხარულს მიიღებს ღვთიდან, რომელსაც ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს და ვერანაირი განზომილებით ვერ დაასაბუთებს, იმიტომ რომ ღვთაებრივი სითბო აღემატება ყოველგვარ მიწიერს. ლუკა, ო, დედო, ვედრა ჩამამიტანი შვილო, ძროხა უნდა მოვწველო. გეყვა, ბებო, გენაცვალოს. გეყვა. ამა, გუშინდელივით, უჭმელი არ გამექცე. რატომ არ გაცვია სკოლის ფორმა? დედიკამ გამივეცხა და აღარ გაშრა. აქცია ურო მოდი აქ. ათიოსკი კოჭებში.
Ardennela ar daartqatsara. Magis magis rachen gairosgebi. Vaime dedico! Amodekis kara. Kui erti? Erti, ori, sami, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, 8, 10. Ვის შემდეგ 10-ია? 9 პატივ. კიდევ ორი მიუმატე. აიღე შენი ჩანთა და მოუსვი აქედან. შობლის გარეშე არ დაგინახო მოსული. შობლის გარეშე არ დაგინახო მოსული. მოიცარა ნიკორა. ენგენაცვალო შენი ბებო სულ ალიკვალი მამა შენი რო ხარ. ის ის ეგრე ხითხითებდა როცა მაგტიქს კითხულობდა. რა წერია ბებო ეგეთი? დონ კიხოტსა სანჩოს ამბავის წერია ბებო. შეხედე შენ დროთა იყო როცა ესეც როგორ უხდებოდა. აი შვილო, ეს არის. მამა შენი სახსოვრად შეგინახე. აბა წამიკითხე რა წერია. ლუკას სახარება რა არის ბებო? შენი გახარება ჩემო ბიჭო. შენ რო გაჩდი, მამა შენ მაიჩემა, ამბიც ლუკა უნდა დავარქვო. ლუკა რო ერქმება, კარგი ბიჭი იქნება. უდელსაც მაგრად გაეხარ. Zamina bichti. Apsiauro. Odstati rozki ma Kristus monas. Midi. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30. Შენ აკაგინდა. რატო კლასში არ ახარ? პატიცემულო. ეგ წიგნი მამაჩემის სახსოვარია და ძალიან გთხოვთ მომეცით. აქედან დამეკარგეთ, რომ მე ვიცი რა სახსოვარსაც მოგწევ. ხვალ ბებია შენი მოვიდეს აქ. დადი კლასში. მე არ უნდა გამომეჩინა ჯერ შენთვის ის წიგნი. რა ვიცოდი, რომ შენთვის იმის დაკითხვა არ შეიძლება. ვიფიქრე, ბაღს გავახარებ მეთქი. ის კი არა, კინაღამ სკოლიდან გამოვაგდებინე შენი თავი. რამდენივე ხვედრე. ძლივს მოულბე გული. ისეთი გამწარებული იყო. ლამაზია ბებო. ლამაზია ბებო. პატიცემულო. ლუკას უბეში უდეს ყველფერს. უბე გაიხსენი.
Tina bijitin. Aptsiauro. Diolch. Წადი საფრთხო და მომიტანე. ამის ეგეთი ხარშე. მომეცი. ეხლა არ ბენინეთ ეს ქრისტეს მონა. უმტყით კოჭებში. არ ბენინე და თან იძახეთ ქრისტე არ დგა. შედით ყველანი კლასებში. დამონდექი. შენი ფეხი აღარ დავინახო აქ. ვაჟიკა. ო, რა იყო? არიქა შენ და ჯგუნამ ხევიდან წალი გადმაიტანე. ეხლავე. ფათირას უცხარის გულსმები და ფიქრები დამაიღო. ო, კარგი. შენი ლუკაიც მოგივიდა მარიამო. მოგივიდა დაფტირებელიო. András maestras jodi khalo Shaveti takelelas kavrodi Gelebo Savida sevisisene de sokulaya gitagdo Rashi jamshida egetiyatsiz Sakarayna dachi Çelerapisi şegişinde Sakarava vardı Hayırtu şenda on bidiri sasafı Hayır.
აი ბებო, აი, მოვიტანე ჩვენი წიგნი ბებო. არ დავკარგე ბებო. ამას უცხარ რომ არ დავკარგე. ისე მოვიტანე ბებო. აღარ სუდის აღარ დავკარგავ ბებო. აღარ სუდის. როგორ მომენატრე ბებო. როგორ მომენატრე. როიცოდე ჩემო საყვარელო ბებო. ყველანი როგორ მენატრებით. ყველანი. ბებო. ნიკორა. ჩემო ნიკორა. ნიკორა, ნიკორა. საიდან მოხვედი, ჩემო ნიკორა? როგორ მოხვედი? გამოეკეცი? მერე როგორ გამოეკეცი? ჩემო ნიკორა. როგორ გამხდარხარ? ნიკორა, ჩემო ნიკორა. წამოხლა ჯერ სახლში წავიდეთ. წამო ნიკორ, წამო. წამო ნიკორა, წამო. ჩვენი ძრო ხარ რომ დაგინახოს როგორ გაეხარდება? ბებო აღარ აყვავს ნიკორ. გუშინ დავმართეთ. შენ ალბათ ნაწყენი ხარ ბებოზე რომ გაგყიდა, მაგრამ თუ შეგიძლია აპატიე. შენ ხომ კეთილი ხარი ხარ. ნუ გეშინია ნიკორ. შენ თავს აღარავის გავატა. თუ კიდე მოვინენ შენ წასაყვანად, თავის ფულს უკან მიუგდებ. ბებოს კი არ დაუხარჯნია ეს ფული. სკივში ვიპოვნე შენახული. შენ ნუ გეშინია ჩემო ნიკორა. ვიმუშაოთ მე და შენ და ყველაფერს გვექნება.